ჩვენ შეიძლება ესე ქვიარ ლიტერატურა ცალკე აღარც გქონდეს, იმიტომ რომ ყველა ლიტერატურა ქვიარ იქნება. იმიტომ რომ არის ტენდენცია, რომ იმ ტექსტებშიც, რომლებზეც ჩვენ არ ვიტყვით, რომ აპრიორულად ქვიარ რომანებია, არის ერთი სიუჟეტური ხაზი მაინც ქვიარული, ან რომელიმე პერსონაჟი მაინც არის ქვიარი. ან შეიძლება ექსპლიციტურად არ არის ეს ქვიერ გამოცდილება გადმოცემული, მაგრამ ასე შეგვიძლია წავიკითხოთ. სხვაეთში რომ შეხვალთ წიგნების ნებისმიერ მაღაზიაში, იქ არის ერთი დიდი თარო, შეიძლება სექცია და შეიძლება საერთოდ სართულიც, რომელსაც აწერია LGBTQ+. და ეს არსებობს, ანუ იქ ესეთი ჟანრობრივად ძალიან ესეთი დაყოფა არსებობს. მაგრამ ტენდენცია მაინც იქითკენ მიდის, რომ ისეთ ტექსტებშიც კი, სადაც ჩვენ დიდად არ მოველოდებით ქვიარ გამოცდილების გადმოცემას, ხო? ჰორორში მაგალითად, სადაც ეს შეიძლება არ იყოს წამყვანი თემა, შეიძლება პერსონაჟის ქვიარობა იქ საერთოდ სიუჟეტურად მნიშვნელოვან როლს არც თამაშობდეს, ეს გამოცდილებები მაინც ჩნდება. და მე მგონია, რომ ეს საზღვარი მოკლედ ნელ-ნელა იშლება და ლიტერატურა ხდება ნაკლებად ჰეტერონორმატიული.